ორგანიზაციები, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ, არამედ უცხოური უნივერსიტეტებიც და ფონდებიც. წელს ძალიან სასიხარულოა ის გარემოება, რომ საკმაოდ დიდია გეოგრაფია წარმოდგენილი უნივერსიტეტების 13 ქვეყნის წარმომადგენლობა გვეყონება პავილიონში. ეს გახლავთ საკმაოდ ცნობილი და რეიტინგული უნივერსიტეტები ამერიკიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, საკმაოდ საინტერესო მონაწილეები. ინგლისიდან თუ გეყოლებათ საინტერესოა? ბატონო? ინგლისიდან თუ გეყოლებათ? კი, ინგლისიდანაც გვეყოლება. კიდევ ერთ დაზუსტებას გავაკეთებ, რომ მე ხა ჩამოვთვალე ქვეყნები, საიდანაც გვყავს უშუალოდ ინდივიდუალური მონაწილეები, მაგრამ გამოფენის მონაწილეთა შორის არიან ასევე სააგენტოების და საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ამ მიმართულებით საკმაოდ კარგ პროგრამებს თავაზობენ. მომხდარ დამთვალიერებელს არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სკოლის მოსწავლე, რომელიც საზაფხულო სკოლით ან ენის შემსწავლელი კურსით არის დაინტერესებული თუ სტუდენტი თუ ზრდასრული ადამიანი. ერთ-ერთ საალჩოს მაგალითად გამოტანილი აქვს პროგრამა, სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მასწავლებლებისთვისაც კი არის. წელს პირველად ჩვენთან მონაწილეობს ამერიკის საელჩო, ჰოლანდიის საელჩო, ამერიკის საბჭო და ბრიტანეთის საბჭო. მათ წარმოდგენილი აქვს საკმაოდ ფართო სპექტრი სასტიპენდიო პროგრამების, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდას, რომელსაც სურს სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. ასევე ფონდები მონაწილეობენ, რომლებიც არიან სხვადასხვა უნივერსიტეტების, ამერიკის და ევროპის ძალიან ბევრი უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენლობა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე რა ქვეყნებით ჩამოვასახელე უშუალოდ მონაწილე უნივერსიტეტები იმ ქვეყნებიდან კი ყავს, მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნებით არ შემოიფარგლება გეოგრაფია. გასაგებია. იცით რა არის საინტერესო? ქალბატონთეა, მე მაინტერესებს პირველ რიგში ეს ორგანიზაციები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილნი, დაეხმარებიან სტუდენტებს სრული დაფინანსებით თუ მათ მოუწევთ რაღაცა ქართულ ჟიურის ქართული ჟიურის წინაშე წარსდგნენ და ვთქვათ ჩააბარონ რაღაცა გამოცდები, გაიარონ გასაუბრებები და ვთქვათ ნაწილობრივ მიიღებენ დაფინანსებას. როგორ მოხდება ეს? თუ თვითონ უნივერსიტეტებსაც აქვთ ვთქვათ რაღაცა საგრანტო პროგრამები და შეიძლება ადგილები უფასო. შეკითხვა, ძალიან საინტერესო შეკითხვა, ზუსტად ამ ინფორმაციისთვის უნდა მოვიდეს დამთვალიერებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პროგრამა, სასტიპენდიო პროგრამას გულისხმობს, სხვადასხვა პირობებს გულისხმობს. არის პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ დაფინანსებას და ისიც სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებას უზრუნველყოფს, მაგრამ არის პროგრამები, რომლებიც სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს, დაწყებული მგზავრობით, ვიზით, ყველანაირი დოკუმენტაციის ან აპლიკაციის საფასურის გადახდით, ისევე როგორც იქ ცხოვრებით, ადგილზე ცხოვრებით და ასე შემდეგ. საკმაოდ ფართოა სპექტრი. რასაკვირველია, სხვადასხვა ასევე პირობები ამ სტიპენდიის მოპოვებაზე. არის სტიპენდიები და პროგრამები, რომლებიც შევსების და აპლიკაციის ვადა შემოდგომაზეა, ზოგის არის გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, მოთხოვნებიც ძალიან განსხვავდება შესაბამისად ენის ცოდნის დონე ან ვთქვათ სხვა ტიპის პროფესიული. საინტერესოა თუ ეს ორგანიზაციები თუ ეხმარებიან სტუდენტებს, ან თუ არის იქ ვინმე წარმომადგენლობა რომელიმე ორგანიზაციის, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს სტუდენტებს და მსურველებს, დაინტერესებულ პირებს, რომ ვთქვათ როგორ შეავსონ აპლიკაცია, რა ფორმით მოამზადონ საბუთები და ასე შემდეგ. ყველა იმ ორგანიზაციის სტენდზე და საელჩო სტენდზე, რომელიც მსგავს პროგრამას, სასტიპენდიო პროგრამას თავაზობს დაინტერესებულ პირს, რა თქმა უნდა, ადგილზევე მოხდება ამ ყველა ინფორმაციის გაცემა და ნიმუშების ჩვენებაც კი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ის ვთქვათ აბიტურიენტმა, სტუდენტმა რა სირთულის იქნება ეს ტესტი, ან რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ხო, რა თქმა უნდა, ზუსტად ამისთვის არის გამოფენაზე წარმომადგენელი ამა თუ იმ ორგანიზაციის, რომ ამომწურავად მიაწოდოს ეს ინფორმაცია. ეხლა რაც შეეხება თავად მომზადების პროცესს. ჩვენთან გამოფენაში მონაწილეობს ერთ-ერთ ვიტყვი, თუმცა არა მხოლოდ ერთია ესეთი მონაწილე, მაგალითად საერთაშორისო განათლების ცენტრი, ეს გახლავთ ფონდი, რომელიც როგორც თავში ვახსენე, არის რამოდენიმე ევროპის და ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტების წარმომადგენლობა და ამ ფონდის ფუნქცია მხოლოდ ინფორმაციის გაცემით ან დაკვალიანებით არ შემოიფარგლება. ეს ორგანიზაცია ასევე დაკავებულია წინამოსამზადებელი ეტაპის შემსუბუქებით. და ეს უფასოა ხო სტუდენტებისთვის? ბატონო? ეს უფასოა თუ ფასიანი მომსახურებაა?
კონსულტაცია უფასოა, მაგრამ თუ სიტყვაზე ენის დონე უნდა ამაღლდეს 2 ან 3 საფეხურით, დასაკვირველია პირობები არის სხვადასხვა. მაგალითად, არის უნივერსიტეტები, სადაც ენის დონის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, იმიტომ რომ რთულია, ვთქვათ, სწავლება გამომდინარე ფაკულტეტიდან ან სპეციალობიდან, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც არ მოითხოვება გასაგებია და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, რამდენად ეთმობა ყურადღება ამ გამოფენაზე, რამდენად არის შეთავაზებები ხელოვნების დარგებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს ხელოვნების რომელიმე დარგში აიმაღლოს, ცოდნა, იგივე ვთქვათ, სარეჟისორო, სამსახიობო, დრამატურგია, პროდიუსინგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ ფართოა შეთავაზების სპექტრი. რა თქმა უნდა, არიან უნივერსიტეტები, რომლებიც სპეციალიზირებული უნივერსიტეტები, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობენ და ესეთი ძირითადად არის ან სახელოვნებო, ან ტექნიკური უნივერსიტეტები, რომლებიც ჩამოსულები არიან სტუდენტებთან შესახვედრად, მაგრამ ყავს უნივერსიტეტები, რომლებიც საკმაოდ ბევრ სკოლას წარმოადგენს, ანუ საკმაოდ დიდია სპეციალიზაცია მათი სტუდენტების. ასევე მაგალითად ლიტვიდან ყავს 24 უნივერსიტეტი, რომელიც აქედან 3 თუ არ ვცდები, არ მინდა რომ შევცდე, მაგრამ 3 ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობს, თქვენ რაც იკითხეთ, რითიც დაინტერესდით. გასაგებია და დასწრება არის თავისუფალი, როგორც ხვდები, დასწრება არის თავისუფალი, შეუძლია ნებისმიერ დამთვალიერებლებს მოგვაკითხოს, მოგმართოს 12-დან 7 საათამდე გრძელდება 2 დღის განმავლობაში. შესასვლელშივე აუცილებლად უნდა მოითხოვონ სარეგისტრაციო ზონაში, უნდა მოითხოვონ მასალები, სადაც არის პავილიონის სქემა, ჩამონათვალი ქვეყნების მიხედვით უნივერსიტეტების